უნდა მოკვდეს შიმშილისგან, წყურვილისგან, სიცივისგან, არ უნდა მოკვდეს და დაცული უნდა იყოს სოციუმში, რომ სოციუმის წევრია და სხვანაირად მას არ შეუძლია განგაშერთება და მესამე უნდა გამრავლდეს. და ეს არის უსაფრთხოების ინსტინქტი, რომ კაცობრიობა არ ამოწყდეს, ასე ვთქვათ, და ეს არის რა ჩვეულებრივი სქემა არის. ამ სქემიდან გამოდის ყველაფერი. ადამიანს თავის ტვინში აქვს ესეთი არქივი და ამ არქივში ინახება ეძახიან ესე ფირები. რა არის ეს ფირი? ამ ფირზე არის დატანილი ინფორმაცია, რომელიც არის შენი ან კოლექტიური, ან ინდივიდუალური არაცნობიერი. და ეს ფირი არის ის, რაც ფილტრად ედება ყველა შენ საქციელს. შენი სტრესები, მაგრამ არა მარტო შენი. ეს შეიძლება იყოს დედის სტრესი, მამის სტრესი და ასე შემდეგ, ხო? რაღაცა ქმედებები ოჯახში, სიტუაციები, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გახსოვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ფირად არ არის იქ ჩაწერილი. ზოგადად ამ ფირის ჩაწერა თითქმის სრულდება 12 წლის ასაკში. ყველაზე აქტიურად იწერება პირველი 3 წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ წვდომა ამ ფირზე არ გვაქვს.